ჯარიმები. ეს ჯარიმა ახალი არასდროს არ არის, პარლამენტში რო ვიყავით ჩვენ ყოველ წელს ვიცოდით რომ ბატონი დარახველიძე როცა მობრძანდებოდა პარლამენტში, მოდიოდა ხელდამშვენებული ჯარიმების მომატების პაკეტით. გვეზრდება ავარიები და ამიტომ უნდა გავამკოცოთ რეგულირება. აი წინათ როგორ იყო ეკითხები? წინათ გავზარდეთ ერთხელ რეგულირება 2022-ში, 2021-შიც გავზარდეთ, 19-შიც გავზარდეთ, მაგრამ სულ იმატებს დანაშაულს. კიდე უნდა უფრო მოუმატოთ. არის ჩამოწერილი მიზეზები. სიმთვრალე სიჩქარის გადაჭარბება, მძღოლის დაუდევრობა, რაღაცა, სადაც ყველა დანაშაული არის ადამიანების პრობლემა. არც ერთი არასდროს არ ყოფილა მაგალითად გზები არ ვარგა. აი მაგალითისთვის, ხშირად ჩვენ გაგვიგია რომ ჩვენს მაგისტრალებზე სიჩქარის გადაჭარბებით ხდება ავარიები. გერმანიაში საერთოდ ლიმიტი არ არსებობს სიჩქარის. და აი მე რო ვიყავი გერმანიაში, მე დავდიოდი 220-ით. ჩემი თვალით მაქვს ეს ნახე. საქართველოში დადიხარ 120-ით და მაქსიმუმ 160-ით გაიარო 120, იმიტომ კი არა გვაქვს შეზღუდვა რომ 120-ით უნდა ვივიაროთ 21 საუკუნეში. ეს იყო საბჭოთა კავშირის დროსაც ეს სიჩქარე იყო. არამედ იმის გამო რომ ჩვენ გზებს ვაკეთებთ ისე საშინლად, რომ იქ რო 120-ზე მეტითია რომ გადაფრინდები მაგისტრალზე. შენ თუ ეს გიჟური გზები გაუკეთე, რაც გაქვს და შენ გაქვს ფაქტობრივად პირველი მეორე ხარისხის გზები მაგისტრალის გარდა ყველგან. ასეთ გზებზე ავარიები ისედაც მაღალია. ზოგჯერ გზაზე მოგიცურებს, იმიტომ რომ საერთოდ ასფალტი არ არის, ან ამოყრილი, ან ასე შემდეგ. ის რომ მთავრობა რაღაცას არასწორად აკეთებს და ავარიები ამიტომ შეიძლება იზრდებოდეს, ჩვენ ეს ფაქტორი მთლიანად ამოგდებული გვაქვს. არასოდეს ამ ფაქტორით არავინ არ მოუტანია და არაფერი არ ვთქვამთ, რომ გზები არ გვივარია. და თან გავაერთიანებ ამას მეორე თემასთან, რომელიც ასევე აქტუალურია. ეს არის სიგარეტების თემა. ნიშა რო წავიდა, აი ნაცების დროს რაღაცა რა იყო უკეთესათო, სიგარეტის ფასი იყო ნაცების დროს უკეთესი. ნაცების დროს სიგარეტი ღირდა 2 ლარი 9. ახლა ღირს 10 ლარი. 4ჯერ გაიზარდა სიგარეტის ფასი. და გეუბნები რომ ახლა კიდე უნდა მოუმატოთო. ოღონდ უცხოურ თამბაქოს უნდა მოუმატოთო. ანუ სამგრეშ გამოხდა ადგილობრივმა თამბაქოს ბიზნესებმა დაკრიშა და უცხოურ თამბაქოს უმატებენ ფასს, იმიტომ რომ აქ მოყვანილი ნაგავი უფრო მეტად გაიყიდოს და აქაურმა ვიღაცამ იშოვოს ფული. ეს არის 100%-იანი ხედა. ძალიან ცხადია. ოღონდ ეს იფუთება იმითი რომ ჩვენ ზრუნავთ ადამიანის ჯანმრთელობას. ხალხო თქვენ მაინც არისვენებთ, თქვენ მაინც ეწევით სიგარეტს. მე რა რო 9 ლარამდე 10 ლარამდე ავწევ, მაინც ეწევი. კიდევ დაგჭიპავთ. ანუ დადასტურებულია რომ ამან არ იმუშავა და კიდე მოგიმატე. და კიდე დაგჭიპავ. ოღონდ გეუბნები რომ ეს შენთვის კეთდება. ანუ მანქანების შემთხვევაში შენთვის კეთდება რომ შენ იყო კარგად. ამიტომ გვიწერს შენი დაჯარიმება რომ შენ იყო კარგად. სინამდვილეში მთავრობა შეულობს უზარმაზარ ფულს და ჩვეულებრივად რავი პარსავენ ადამიანებს თან იმ პროპაგანდით რომ რამაგარ რეფორმას აკეთებენ. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ ეს საზოგადოება შეყურებს ამას ხვარებით ესე და ვა რამაგარია ჩვენი თავ ნახე როგორ ზრუნავს ჩვენზე. მოდის ხალხი გაბრაზებული ნახე რას გვაჯარიმებენ ქოცები. ბიჭო თქვენ არა ირჩიე.